რას ნიშნავს ამ მოცემულობაში რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილის რეჟიმისთვის ახლა ერთგვარი შიდა ლეგიტიმაციის მიღება იგივე ადგილობრივი არჩევნებით და მასში ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეტყუებით და ამავე დროს ჩვენს მომდევნო სტუმართან ამ თემასთან ერთად აუცილებლად ვისაუბრებთ ირაკლი კობახიძის დღევანდელ თავდასხმაზე კიდევ ერთ მორიგ თავდასხმაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორია ჩვენთან ერთად მოგესალმებთ ქალბატონ ნინო დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მოდით აი შიდა თემით მინდა დავიწყო საუბარი და შემდეგ გადავიდეთ უკვე მომდევნო საკითხზე ძალიან ხშირად როდესაც მე ვუსმენ ხოლმე ძირითადად გახარიას პარტიის წარმომადგენელს სიმართლე რომ თქვა ისინი ამბობენ რომ აი თუ ისინი მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში შესვლის გადაწყვეტილებას ან თუ გამოაცხადებენ პირიქით პოლიტიკური პარტიები ბოიკოტს ძალიან რთული ასახსნელი იქნებაო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის რომ აი ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა არჩევნები და ეხა იქო ვერ შევლენ ბუღალტერიაში რომელმა პარტიამ მიიღო მონაწილეობა რომელმა არა და ნუ მაინც მიიღებს ივანიშვილი ლეგიტიმაციას ჩვენს გარეშეო აი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს როგორ ფიქრობთ გაუჭირდებათ იმის აღქმა ან სწორი დასკვნების გამოტანა ბოიკოტის რეჟიმში ჩატარებული მხოლოდ ერთპარტიული არჩევნები თუნდაც სატელიტი პარტიებით რომ ვერ იქნება ვერაფრით ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი ივანიშვილისთვის მოგესალმებით თამარ ეს დისკუსია არ ახალია და ხანდახან განსთამაქრო დრო გაჩერდა და მართლა ერთ წრეზე გვატრიალებენ ქართველი პოლიტიკოსები იმიტომ რომ ეს არგუმენტი რომ უცხოელები ვერ გაგვიგებენ მე მესმის 2016 წლიდან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მე ვიყავი იმ პარტიის წევრი, რომელიც ჯერ კიდევ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია იყო და სადაც დღის წესრიგში იდგა უკიდურესად გაყალბებული არჩევნების შედეგების არაღიარება პოლიტიკური პარტიების მხრიდან და ამ შედეგების ბოიკოტი. მესმის რომ რეალობა არ დარდება გარე ფაქტორების გათვალისწინებით, რომ განწყობა შიგნით თუ გარეთ განსხვავებული იყო, მაგრამ ფაქტები იყო იგივე. არჩევნები იყო გაყალბებული, არჩევნები იყო უკიდურესად უხეში ჩარევით გაყალბებული და რომ არა გაყალბების ფაქტები, შედეგი 2016 წელს იქნებოდა რადიკალურად განსხვავებული. შესაძლოა ოცნებას მაინც მოეგო ობიექტურად და დემოკრატიულად მაგრამ კონსტიტუციურ უმრავლესობას ის ვერ აიღებდა და ის დღეს საქართველოში განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს შექმნიდა, მაგრამ მაშინ მათ შორის ჩემი თანაგუნდელებიც მაშინდელი ამბობდნენ რომ უცხოელები ვერ გაიგებენ ჩვენ თუ ბოიკოტს გამოვაცხადებთ. გამოხდა ხანი და ოცნებამ რასაკვირველი ლეგიტიმაცია მიანიჭა ოპოზიციამ მაშინ გაყალბებულ არჩევნებს და ივანიშვილის რეჟიმს, მას შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა მოახდინა კიდევ უფრო მეტი ხარისხით ძალაუფლების კონსოლიდაცია, კიდევ უფრო მეტი უწყება ჩაიგდო ხელში, კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ფინანსური საყრდენები, კიდევ უფრო მეტ კორუფციაში ჩაითრია საქართველო. და შემდეგ არჩევნებზე იგივე მეთოდებით მოგვიბრუნდა და იგივე მეთოდებით ჩაატარა არჩევნები, როგორც ჩაატარა 2014 წელს, 2016 წელს, შემდეგ 2018 წელს, 2020 წელს. 2020 წელსაც იგივე დისკუსიის წინაშე აღმოვჩდით საქართველოს მოსახლეობა, მაშინ ოპოზიცია მიხვდა რომ ამომრჩეველს ვეღარ ეტყოდა რომ ბოიკოტზე არ წავალო, მაგრამ რაღაც ეტაპზე მაინც მივიდა იმ ხაზამდე, როდესაც მან თქვა რომ ჩვენ ახლა ამომრჩევლის ნება უნდა უგულებელყოთ, იმიტომ რომ უცხოელებს ამას ვერ ავახსენებთ. ამასთან და იგივე წრეზე წავედით ახლა ძალიან დააზიანა გაცდა ჩემი გადმოსახედიდან განცდა რჩება რომ ეს თავისთავად არგუმენტი არის ობიექტური. იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიულ დასავლეთს უჭირს ბოიკოტის გაგება, თუ ამას არ აქვს ძალიან უკიდურესი წინაპირობები. მაგრამ ოპოზიციური პარტიის ამოცანა და პოლიტიკური სპექტრის ამოცანა არის ის, რომ თუ მისი ამომრჩევლის განწყობა ითხოვს ბოიკოტს, მაშინ მისი პარტნიორები დაარწმუნოს ბოიკოტის უკიდურეს საჭიროებას. შევიდნენ. ესეც ხო ბოიკოტია, ესეც ხო გადაწყვეტილება გაყალბებული არჩევნების პოლიტიკოსებს გაიგეს, ხო? რასაკვირველია. რა თქმა უნდა, ანუ ჩვენი პოლიტიკოსების პრობლემა ფუნდამენტურად და რატომ არის რომ წლიდან წლამდე ჩვენი პოლიტიკური პარტიები უბრალოდ ამომრჩეველს კარგავენ, კი არ ეზრდებათ იმის ხარჯზე რომ ოცნების რეიტინგი მზარდად კლებადია წლიდან წლამდე ოპოზიციის ამომრჩეველი არ იზრდება, იმიტომ რომ
არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები. ეხლა თუ ამბობ რომ არჩევნები გაყალბდა, თუ ამბობ რომ გაყალბდა უხეშად, თუ ამბობ რომ ოცნებას მონოპოლიზებული აქვს მთელი ძალაუფლება, რომლითაც არჩევნები უნდა ჩაუტაროს მოსახლეობას, მაშინ საკითხი დგას ასე, სადეპატიჟები ამ მრჩეველს ხმის მისაცემად. ვის მიერ უნდა მოხდეს არჩევნების ჩატარება, ვინ უნდა დათვალოს ეს არჩევნები? გავიგე ბატონო, რომ არ არიან რევოლუციური პარტია. არავინ არ არის არც რევოლუციური პარტია და არც რევოლუციურ ფორმაშია რომელიმე პარტია თავებს მოვიტყუებს და მოვატყუებს ნურც მოსახლეობას. რევოლუციურ ფორმაში ბოლოს საქართველოს რომელიმე პოლიტიკური პარტია იყო ქართული ოცნების კოალიცია 2012 წელს. მას შემდეგ რევოლუციურ ფორმაში არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ყოფილა, ამიტომ ძალიანაც მოინდომებენ, რომ რაღაც ამ ეს ნიშა რამენაირად მოირგონ ან გაემიჯნონ, მაგრამ თუ თანხმდები არჩევნებს, ესე იგი თანხმდები ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ დღის წესრიგს, იმიტომ რომ წინაპირობები არათუ არ შეცვლილა, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ შეიცვალა. კი ბატონო, და მე მგონი ეს უფრო გაუგებარი უნდა იყოს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, მაშინ როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ქაბტონინო, ძალიან მყარად იცავენ ამ არალეგიტიმურობის თემას ივანიშვილის რეჟიმის და როცა ყოველდღიურად ისინი იმეორებენ, რომ ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის სწორედ ახალი არჩევნების დანიშვნა. ესე იგი, რაც შეეხება უცხოელებს, ჩვენ ვერ ვნახავთ მათ შორის ვერც მეგობარ ქვეყნებში მოკავშირეებს, რომლებიც გვეტყვიან, რომ არჩევნებზე თქვი უარიო. ეს არ იქნება, არ მოხდება, იმიტომ რომ არ არსებობს დემოკრატიას ვერ შექმნი არა არჩევნების გზით. ამას ეს ვიცით, ბანალური ჭეშმარიტება. აქ არის საუბარი იმაზე, როდესაც არ ტარდება არჩევნები, მაშინ რა უნდა ქნას პასუხისმგებნიანმა პოლიტიკოსმა. ხო და თუ რამე სახელდება აქ ივანიშვილის რეჟიმს, საარჩევნო ავტოკრატია უკვე ქვია. კი ბატონო, ანუ ვიცით რომ ივანიშვილი არჩევნებს არ ჩაატარებს. ნაწილი ამ ქვეყნის საზოგადოების ამას 2016 წლიდან ვიძახით, 2025 წელს როგორც იქნა ეს ყველა დანარჩენმა თქვა. ეხლა უნდა ავიღოთ ეს მოცემულობა. და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას ჩვენ პოლიტიკოსებს რაც ბევრი წლის განმავლობაში ეშლებათ არის რომ ისინი იმ პოზიციას კი არ უნდა აჟღერებდნენ რაც არის მათი პოზიცია, იმიტომ რომ მათ ნაწილს უნდა პარლამენტში შესვლა და კარგად ყოფნა და ამ დღის წესრიგზე თამაშის ცხოვრების გაგრძელება, არამედ იმას უნდა ეუბნებოდნენ რა არის ხალხის დაკვეთა. მან შეიძლება თქვას რომ მე მესმის რომ მე არ უნდა მივდიოდე ბოიკოტზე, მაგრამ მე ასე დავკარგავ ამ მომრჩეველს და თუ არ გჯერა გადახედე გასულ წლებს, მე დავკარგე წლიდან წლამდე ამ მომრჩეველი სწორედ ამის გამო არ ვიყავით თანმიმდევრული. და ამავდროულად ეს ბოიკოტი არ არის უბრალოდ რაღაც ჰაერში დაკიდებული რაღაც სიტყვა. ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი რეჟიმთან ვაჭრობის. იმიტომ რომ რეჟიმს ტკივა ერთპარტიულობა, რეჟიმს ტკივა რომ არ არის ლეგიტიმური. ეს პრობლემა იყო 2020-ში და ოპოზიციის ერთადერთი ბერკეტი დღეს აი ამ ტოტალურ უბერკეტობაში ფული მაგათ არ აქვს, ძალაუფლება მაგათ არ აქვს, მხარდამჭერი მაგათ აღარ ყავთ, ტელევიზია მაგათ არ აქვს, არაფერი აღარ დარჩათ. ამ ვითარებაში ერთადერთი ბერკეტი მათი ხელისუფლებაზე ზეწოლის თუ რეჟიმზე ზეწოლის არის რომ არ მიცე ის რაც მას ჭირდება შენგან. კი ბატონო. ეს არის ლეგიტიმაცია. ხო, ყოველ შემთხვევაში მარტივად მაინც არ მისცე და იბრძოლა ბოლომდე. თუ მაინც და მაინც აპირებ რომ ამ თამაში შეყვე და მე მგონი ამოწურულია რესურსი ამ თამაში შეყოლის, უნდა ივაჭრო ახალი არჩევნები განსხვავებული წინაპირობებით. პოლიტპატიმრების გამოშვებით და აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული საარჩევნო ადმინისტრაცია. კი ბატონო, და ქაბტონინო, აი ამ ფონზე რადგან ვსაუბრობ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე, დღესაც ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ერთის მხრივ თავს ესხმოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს და ამბობდა რომ ეს რამე დამოუკიდებელი ქვეყანა კი არ არის deep state-ის დანაყოფიაო, ჩვეულებრივიო და მეორეს მხრივ ამბობდა რომ როდესაც ალბანეთში იყო და მაკრონთან რომ 15 წამიანი გასაუბრება ქონდა, თურმე იქ დეტალურად განიხილეს ძალიან ბევრი და ასევე ამბობდა იმას, რომ აი უსამართლო დამოკიდებულება რომ აქვთო ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მიმართო, ესო კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გამოჩნდაო და თავს ვერ წევდაო რამდენიმე ლიდერიო, როდესაც მეო ჩემს არგუმენტებს ვეუბნებოდიო და აი ეს რიტორიკა, ქაბტონინო, რაზე მიუთითებს, რას ნიშნავს კიდევ ერთხელ ნაწყენი როა, რომ აი ამ ღია წერილის მიუხედავად შეერთებული შტატები ისევ არ პასუხობს და მეგობარი აქტის განხილვა გრძელდება. აი ეს რას ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმისთვის? ეს არის პრობლემა? აჩვენებს ამას, ასხივებს თუნდაც ირაკლი კობახიძე აი ამ 15 წამიანი გასაუბრების ასე შეფუთვით მაკრონთან.
მე არ ვიცი კობახიძე ვის რა არგუმენტებს ეუბნებოდა, იმიტომ რომ მთელი მაგათი რიტორიკა ამ deep state-ზე და რაღაც დეზინფორმაციული კლიშეებით გაჯერებული თლიანად მორგებულია შიდა ბაზარს, იმიტომ რომ მე ერთხელ უსმინე მას მისივე განათლების ენაზე მიცემულ ინტერვიუს კი არა და ბრიფინგზე გზავნილს, სადაც გერმანელმა ჟურნალისტმა მას კითხა ვინ არის ეს ხალხიო და უბრალოდ თავი ვერ მოუყარა ვერც არგუმენტს და ვერც სიტყვებს, რომ თეთრ შეიძლებოდა რომ ის აბსურდი აეხსნა, რომელსაც ისინი ქართულ ხალხს აი ესე დაჟინებით თავს ახვევენ. მაგრამ ის რომ ხელის ჩამორთმევას, რაღაც სელფებს და ფოტოში თავის შეყოფას ასაღებენ როგორც ტრიუმფს, ეს რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ მათ აქვთ სასოწარკვეთილი მცდელობა მოიპოვონ საერთაშორისო ლეგიტიმაცია. მათ თავის შიდა აუდიტორიას აჩვენონ, რომ ვიღაცამ მათ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა და მათ საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ მათ არსებობა გააგრძელონ, თუნდაც ამ ფორმით, რა ფორმითაც ისინი არსებობენ, ჭირდებათ საერთაშორისო ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ ამ ქვეყანას ჭირდება საერთაშორისო პარტნიორები. ეს ქვეყანა არ არის აზერბაიჯანი, ეს ქვეყანა არ არის ბელორუსი, ეს ქვეყანა არ არის რუსეთი, სადაც არის ჯერ კიდევ ულევი რაოდენობა ბუნებრივი რესურსები, სადაც მათ შეუძლიათ რომ თავი გადაირჩინონ დამოუკიდებლად. ძალიან კარგად ქართულმა ოცნებამ შეერთებულ შტატებთან თუ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან როგორ შეიძლება შემოbrunების წერტილი იპოვოს და აი მარტაკოსიმ კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ეს იქნება ახალი არჩევნები. და კაპიტანინა ბოლოს აუცილებლად მინდა მოვისმინო თქვენი შეფასება გერმანიის ელჩის წინააღმდეგ მომხდარ აი ეს სიტყვიერ თავდასხმასთან დაკავშირებით. არის ეს ზუსტად აი იმ რიტორიკის შედეგი, რაც აქვს, ხო, ქართულ ოცნებას ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ? ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დემოკრატიული დასავლეთის წინააღმდეგ. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში აკანონებს უკანონობას. ანუ ივანიშვილი ჩვენ გვეუბნება, რომ აქ ისეთი მმართველობა უნდა იყოს, სადაც მე გადავწყვიტავ, ვინ ვის როდის თავს დაესხმება, ვინ ვის რას გაუბედავს, ვინ ვის როდის ყელს გამოჭრის და შევქმნი აქ ისეთ გარემოს, რომ ცივილიზებულ სამყაროს ამ ქვეყანასთან არაფერი საერთო არ უნდადეს რომ ქონდეს. კრიმინალი ქვეყანაში მთლიანად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. რეჟიმი, რომელიც ასე თუ ისე მოწოდების სიმაღლეზეა, იქ კრიმინალს მთლიანად ზედამხედველობს მართავს და მის ფუნქციონირებას განსაზღვრავს რეჟიმი. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტიპის ძალაუფლების კონსოლიდაციაზე. შევარდნაძის დროს, როდესაც დეზორიენტირებული იყო ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, იქ კრიმინალი ისედაც თარეშობდა, იმიტომ რომ ხელისუფლებას არაფრის გაკეთებაც არ შეეძლოდიდა. მაგრამ ძალაუფლების ასეთი კონსოლიდაციის პირობებში ყველა დანაშაული, ამ ტიპის დანაშაული, რომელიც ხდება, ეს არის ხელისუფლების მიერ ჩადენილი, ეს არის ხელისუფლების მიერ წახალისებული. ეს არ არის ხელისუფლების გულგრილობით გამოწვეული, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. ეს არის დაგეშვა მოქალაქეების აი ამ დეზინფორმაციულ რაღაც ვაკუუმში, რომლებსაც ამყოფებენ, ეს არის ხშირ როგორც წესი მათ მიერ ორგანიზებული, მათ მიერ დაგეგმილი, მათ მიერ ორკესტრირებული, მათ მიერ დაფინანსებული ქმედებები. ამიტომ ეს შემთხვევითი გვერდითი მოვლენა კი არ არის, ეს არის უშუალო პოლიტიკის ნაწილი, იმ პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილი ატარებს საქართველოში და ის გზავნილი როგორი უნდა რომ მას საქართველო იყოს, ანუ უკონტროლო, კრიმინალური და აბსოლუტურად არაცივილიზებული. ხო, და მხოლოდ აი ამ რაღაც მაფიოზორ წესებს დამორჩილებული. დიდი მადლობა, კაპიტან ნინო, მადლობა. ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.